რა გაკეთდა დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით კახაკალაძემ მოსახლეობას ანგარიში ამ თემაზე ჩააბარა და დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამაზე და პროექტებზე, რომელიც თბილისის მერიამ ამ მიმართულებით ბოლო 4 წელში განახორციელა. გზების და ქუჩების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და ავარიული შენობების გამაგრება. ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რაზეც პრეზენტაციის დროს ყურადღება გამახვილდა. დედაქალაქში ინფრასტრუქტურის კუთხით რომ გამოწვევები და პრობლემები არსებობს, ამ თემაზე თბილისის მერი საუბრობს. 10,000-ობით ავარიული შენობა დედაქალაქისთვის მრავალწლიანი მემკვიდრეობაა. 4 წლის განმავლობაში 700 ავარიული სახლი გამაგრდა, 26 შენობა კი გამაგრების პროცესია. რეაბილიტაცია utardeba კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებს. შენობა ხშირად საუკუნეს ითვლის. რეაბილიტაციის მიზანი კი ძეგლის გადარჩენასთან ერთად ავთენტურობის შენარჩუნებაა. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც სამწუხაროდ თბილისში ძალიან ბევრ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე, გამზირებზე არის ამორტიზირებული, კრიტიკას ვერ უძლებს, ისეთი მდგომარეობა გვაქვს კომუნიკაციების თვალსაზრისით. შესაბამისად, გვინდა რომ პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იყოს მიწისქვეშა ქსელის განახლება. და შემდეგ, რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომ ამ პროექტმა გაუძლოს ათეულ წლებს. ვინოთ მესაკუთრეთ ამხანაგობის პროგრამა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, იმიტომ რომ ერთ კორპუსში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამხანაგობას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამები, რომლითაც ჩვენ შევდივართ დაფინანსებაში და ვეხმარებით, ეს შეიძლება იყოს ლიფტის გამოცვლა, ეს შეიძლება იყოს სახურავის შეკეთება, ეს შეიძლება იყოს ეზოს კეთილმოწყობა, შეიძლება სადარბაზოს მოწესრიგება. ამ გადაწყვეტილებას თუ რა უნდა გაკეთდეს, იღებს თვით ადგილობრივი მოსახლეობა. ზოგადად ძეგლების რეაბილიტაციის დროს ჩვენი დამოკიდებულება არის რომ მაქსიმალურად ავთენტურად შევინარჩუნოთ, პირვანდელი სახი არ დაიკარგოს ძეგლს და სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით ხდება ამ სამუშაოების ჩატარება. ჯამში აღნიშნულ ობიექტებზე დაიხარჯა დაახლოებით 310 მილიონი ლარი, ასევე მიმდინარე პროექტები გვაქვს, რომელზეც გამოყოფილი არის 95 მილიონი ლარი. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დედაქალაქი ბევრად მწვანე და ლამაზია, ვიდრე ის წლების წინ იყო და მოლოდინი აქვს, რომ მომდევნო 4 წელში კიდევ ბევრი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. მე მახსოვს დაახლოებით 10-12 წლის წინ, როდესაც კახაკალაძე არ იყო ჯერ კიდევ დედაქალაქის მერი, მაშინ თბილისი იყო ბოლოდან მეორე ადგილზე ევროპულ დედაქალაქებს შორის გამწვანების თვალსაზრისით. დღეს თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ევროპული დედაქალაქი, რაც არის, რა თქმა უნდა, კახაკალაძის დამსახურება და მთლიანად მერიის გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ეს განვითარება უნდა გაგრძელდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში და დარწმუნებულია, რომ 4 წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული. ინფრასტრუქტურის კუთხით თბილისი რომ გამოწვევების წინაშე დგას, ამაზე დარგის სპეციალისტებიც საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნება თბილისმა ამ გამოწვევებს უპასუხოს, რადგან დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც დამატებით საგზაო ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ეს არის სასიცოცხლო საკითხი. ჩვენ თუ არ განვიხილეთ თუ გზები, ტრანსპორტი არ გავითვალისწინეთ, 5 წელიწადში ვერ გაივლით. დღეს თუ ქალაქი ცოტა არ განტვირთეთ, ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება. ყველაფრის ჯერ ისე დროის ხრი, მერე თვით ადამიანი წუხდება, მერე გამონაბოლქვი. მიწისქვეშა კომუნიკაციებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, პრობლემატურია ის, რომ გზის გადაკეტვა ხდება, შესაბამისად მოსახლეობასთან ურთიერთობა ამ კუთხით, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, პროექტები თვითონ პროექტები ხანდახან ცვლილებებს საჭიროებს და აქედან გამომდინარე ჭიანურდება ხოლმე. კახაკალაძე გეგმავს, რომ მოსახლეობას ყველა იმ პროგრამაზე და პროექტზე მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიაში ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა.